მოგესალმებით, წარმოგიდგენთ პატარა ვიდეოს, რომელიც უკავშირდება მინის კაპილარით ვირუსის შეყვანის პროცესს. თავდაპირველად გიჩვენებთ სურათს, რომელიც არის უკვე შეღებილი და როგორც ხედავთ, ეს განათებული არე, ეს გახლავს ვირუსის ექსპრესიის ადგილი. ვირუსი შეყვანილია მინის კაპილარით და როგორც ხედავთ, მთელ სიგრძეზე არსად არ არის ვირუსი ექსპრესირებული, გარდა იმ უბნისა, რომელიც არის ჩვენთვის საინტერესო. ეხლა როგორ მოვახდინოთ მისი მომზადება? თავდაპირველად, მაშინდელ რაც მოვამზადებ თვითონ ამ მინის კაპილარს, რომელიც ნაჩვენებია ჩემს ვიდეოებში, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი მომზადება, უშუალოდ პროცესის დაწყების წინ ხდება წვერის წაკვეთა. ძალიან მცირედ უნდა მოვკვეთოთ წვერი და იგი უნდა შეივსოს მინერალური ზეთი. მინერალური ზეთი ამ შემთხვევაში გახლავთ წითელი შეფერილობის, ჩემ შემთხვევაში და ეს მეხმარება იმაში, რომ ვაკონტროლო ვირუსის ამოღების და შეყვანის პროცესი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის თვალით ხილვადი. უნდა მოხდეს შევსება ძალიან ნელა, იმისთვის რომ გამოირიცხოს ჰაერის ბუშტუკების არსებობა, ასე ვთქვათ, აი ამ მინერალურ ზეთში თუ მინის კაპილარში. მას შემდეგ რაც შევავსებთ მინერალური ზეთით, შემდეგ უნდა დავამატოთ ორი ნაწილი, რომელიც ეკუთვნის უკვე ნანო ინჯექტორს, თავდაპირველად ეს დიდი შავი ნაწილი, შემდგომ პატარა მცირე შავი ზომის ნაწილი მიდის. ეს ყველაფერი სქემატურად აღწერილი მაქვს ჩემ წინა ვიდეოებში, თუმცა აქ უკვე უშუალოდ გიჩვენებთ პროცესს, თუ ამას მე როგორ ვაკეთებ. მას შემდეგ რაც ჩამაგრდება ეს ორი ნაწილი, უკვე მზად არის კაპილარი იმისთვის, რომ ჩავაყენოთ ნანო ინჯექტორში. ნანო ინჯექტორი უკვე დამაგრებული მაქვს სტერეოტაქსის მკლავზე და მას აქვს ესეთი მეტალის წვერი და ამ მეტალის წვერში უნდა მოხდეს შევსებული მინის კაპილარის ჩაყენება. უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგანაც მოგეხსენებათ მინა არის და შესაძლებელი არის რომ ის გატყდეს, ამიტომ უნდა გავაკონტროლოთ ეს პროცესი, რათა არ დავაზიანოთ ჩვენი შევსებული მინის კაპილარი. აი ესე დიდი სიფრთხილით. და რაც შეიძლება მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ სწორად ჩავამაგროთ, ანუ რას გულისხმობ, როდესაც მოხდება მისი ასე ვთქვათ, აი ამ შავი ნაწილის ჩახრახნება, გადავამოწმოთ, დგას თუ არა სწორი პოზიციაში მინის კაპილარი. აი აქ არ ვიცი ხარ რამდენად ჩანს, თუმცა წვერი არის ძალიან მცირე და ცოტა უხილავია და შემდგომ უკვე მოხდება ვირუსის ამოღება და შეყვანა.